როგორ უნდა ავტვირთოთ ჯგუფური დავალება? მოგეხსენება ჯგუფურ დავალებაზე კომენტარებს ვაკეთებ უკვე, იმიტომ რომ დიდი დავალებებია. ეს კომენტარები ჯგუფის ყველა წევრმა რომ ნახოს, ამისთვის ფაილის ატვირთვის ნაცვლად უმჯობესია რომ გამოვიყენოთ Google Docs ფორმა. აი აქ დავალების ატვირთვის ველში add or create შეგვიძლია ავირჩიოთ doc ფაილი, create new doc ფაილი. და დავიწყოთ დავალებაზე მუშაობა, მაგალითად დავალება 1 ჯგუფი წევრების სახელები, ჯგუფის წევრები და მიმართულებაც მივუთითოთ, ვთქვათ ზოგადი. შემდეგ შეგვიძლია უკვე გავუზიაროთ ჩვენი ჯგუფის წევრებს ეს ჩვენი დავალება, მაგალითად გავუზიაროთ ანა ალიმბარაშვილს, შეგვიძლია ჯგუფის სხვა წევრები დავუმატოთ, უნდა დავწმუნდეთ, რომ მათ აქვთ რედაქტირების ფუნქცია, აი აქ დავაჭერთ და can edit უნდა იყოს მითითებული აუცილებლად. და ვუგზავნით. შეგვიძლია აქ რაღაც მესიჯით ჩაუწეროთ. ამ დავალების დასრულება ერთ ჯერზევე არ არის აუცილებელი, შეგვიძლია ვიმუშაოთ ცოტა ხანი და მე შევწყვიტოთ მუშაობა, გამოვთოთ ეს ჩვენი ფაილი. მოგვიანებით, ვთქვათ, იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შემდეგ თუ შევალთ, შეგვიძლია ისევ გავხსნათ ეს ფაილი ჩვეულებრივ და გავაგრძელოთ მუშაობა. როცა დავასრულებთ მუშაობას, უბრალოდ ვაჭერთ turn in. და უკვე მე შემეძლება რომ შევაფასო დავალება, გავაკეთო კომენტარები და გაგიზიაროთ ეს კომენტარები.